4 მედალი და 1 ქართული მეღვინეები ხელდამშვენებული დაბრუნდნენ საერთაშორისო ღვინის გამოფენიდან, რომელიც საფრანგეთში გაიმართა. ღვინო რომ არ გიყვარდეთ, ბორდოს ფერი ალბათ მაინც გსმენდით. ეს ჟირონდას ველია. აქაური ღვინი ჯერ კიდევ ძველი რომაელები ტკბებოდნენ. დღეს 9000 საწარმო და 15000 მეღვინე 700 მილიონ ბოთლს აწარმოებს. 2 წელიწადში ერთხელ მის გულში, ბორდოში მსოფლიოს მეღვინეები იკრიბებიან. რომ წარმოვიდგინოთ 6 სტადიონის ყველა ტერიტორიაზე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული 2000 კომპანია წარადგენს ამ გამოფენაზე თავის ღვინის ნაწარმს. საქართველოს როგორც ქვეყანა პირველად იღებს ამ დიდ გამოფენაში მონაწილეობას, ჩვენი მთავარი ტრენდი კი ქვევრის ღვინოა. 12 ქართული კომპანია ღვინის სააგენტოსა და სომელიეთა კავშირის დახმარებით ერთად წარსდგა გამოფენაზე. ველით იმას, რომ კიდევ უფრო გაიზრდება ზოგადად ცნობადობა ქართული ღვინის. ბორდოში მონაწილეობა არ არის იმისთვის, რომ საფრანგეთში გავყიდოთ ღვინოები. ეს არის იმისთვის, რომ ქართულ ღვინოზე უფრო მეტი ისაუბრონ საფრანგეთშიც, ჩინეთშიც, იაპონიაშიც და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. გამოფენის გახსნა საფრანგეთის პრეზიდენტი დაესწრო. წინ არჩევნებია, ამ რეგიონში კი მეღვინეებს 15 მილიარდი ევროს მოგება მოაქვს. ვაინექსპოზე ჩამოდის დარგის ყველა წარმომადგენელი, დაწყებული უზარმაზარი კორპორაციები, დამთავრებული საცობის მწარმოებლები. აქ იმართება ფორუმები, ლექციები, საქმიანი შეხვედრები. ეს ყველაფერი მსოფლიოში ცნობილი მზარეულების თავბრუდამხვევი კერძების თანხლებით. ბორდოში ქართული ღვინის პრეზენტაცია დეგუსტაციები გამართეს მაგისტრებმა რობერტ ჯოზეფმა და ლიზა გრანიკმა. საქართველოს უკვე აჩვენა თავისი შესაძლებლობები. ჩვენ ვხედავთ პროდუქტის ხარისხს, მე ვფიქრობ, შანსი არის ხალხმა ახლიდან აღმოაჩინოს ახალი და განსხვავებული, რადგან ქართული ღვინო ყოველწლიურად უმჯობესდება. კომპანია მეღვინეობა ხარებას ღვინომ ვაინექსპოს ფარგლებში გამართულ კონკურსში 4 მედალი და უმაღლესი ჯილდო მოიპოვა. შეჯიბრების ფორმატი იყო ფარული დეგუსტაცია, ჟიურის რაოდენობა შეადგენდა 55 პროფესიონალს, მათი სახელი და გვარები შედის ცნობილ ღვინის პროფესიონალებში და სწორედ ამიტომ არის ეს შედეგი დასაფასებელი. ვაინექსპოზე გადაწყდა, რომ 2018 წელს სომელიეთა მსოფლიო ფორუმს საქართველოს უმასპინძლებს. შალვა ხეცურიანმა, საქართველოს ასოციაციის პრეზიდენტმა, 2013 წლის საუკეთესო სომელიემ პაულო ბასომ და ჟურნალ დეკანტერის რედაქტორმა სტივენ სპურიემ მოაწყვეს სპეციალური საღამოები, სადაც საქართველოს იყო ღვინით მასპინძელი. გაიმართა ჭაჭისა და ჭაჭის კოქტეილების პრეზენტაცია. დღეს როდესაც ძალიან ბევრი კონკურენტი ყავს ზოგადად ღვინოს, მნიშვნელოვანია, რომ ის თუ რას ნიშნავს ქართული ღვინო და რატომ არის განსაკუთრებული ამის პოპულარიზაცია, უნდა მოხდეს მსოფლიოში ყველგან და ეს იყო ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც იყო აუცილებელი და ჩვენ ამას აუცილებლად გავაგრძელებთ მომავალში. ზოგადად ბორდოს გამოფენაზე ძალიან ბევრი წარმოებელია წარმოდგენილი, მაგრამ აქედან შეიძლება 10-15% იყოს აი მართლა დიდებული ღვინო, რასაც ქვით. ღვინო არის ერთადერთი პროდუქტი დედამიწაზე, რომელზეც არის დაწერილი ამდენი სტატია, ამდენი წიგნი, იმიტომ რომ ღვინო იყიდება განათლებით. შატო ლალაგუნი არის 1855 წელს მიღებული ფრანგული კლასიფიკაციების განხილვის ერთ-ერთი მეტი უმნიშვნელოვანესი და ულამაზესი მარგალიტი, რომელსაც თვალს ახალგაზრდა ქალბატონი და ამდენი საუკუნეა ეს ოჯახი იცავს ტერუარის მთავარ პრინციპს, რომ უნდა აღმოაჩინო მიწის ფილოსოფია. არგენტინა არის არაჩვეულებრივი ნიმუში იმისა, თუ როგორ შეიძლება ძალიან მოკლე ვადაში მიაღწიო უდიდეს წარმატებას. გაერთიანდა ხალხი, გლეხები, წარმოებლები გაერთიანდა იმისთვის, რომ ერთად შექმნან უფრო მეტად ძლიერი და საინტერესო ღვინო. ამ თანამშრომლობას ძალიან დიდი მოგება შეიძლება ქონდეს და ეს არის დამადასტურებელი არგენტინა. არგენტინა დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი ექსპორტიორი ახალი სამყაროდან. წლიდან წლამდე სამხრეთ ამერიკული ქვეყნები ზრდიან ღვინის წარმოებას და საკმაოდ აგრესიულ სარეკლამო კომპანიას ეწევიან ამ გამოფენას და ერთად არიან ჩაწყობილები ჩილე, მექსიკა და ბრაზილია.
ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე ეგზოტიკური იაპონური საკესა თუ ვისკისთან ერთად საუკუნოვანი ტრადიციების მქონე ღვინოების დაგემოვნება შეიძლებოდა. Myself and my brother we're now the 7th generation coming into the ჩვენი ოჯახური კომპანია დაახლოებით 50 სახეობის ღვინოს აწარმოებს და ყიდის მთელ მსოფლიოში. წლიური მოგება დაახლოებით 40-50 მილიონია. ეს კი ბიძაჩემის დაყენებული ღვინოა, კუპაჟია, მაგრამ ძირი მარგოა. ეს შამპანურის ბოთლი კი რამოდენიმე 1000 იღებს. გაირკვა მის სარეკლამო კამპანიაში ჯეიზი და ბიონსე მონაწილეობით. აქ უნიკალურ კონიაკსაც მივაყვლიეთ. ეს ჩემი სახლია, უძველესია, აქ რომაელების აშენებული. ჩვენი კონიაკი მას პროდუქცია არაა, ეს ცალობითი უმაღლესი ხარისხის პროდუქტია. ყველგან ამისთანაც ვერ დააგემოვნებთ. Wine Expo 2015 წლის ყოველი საღამო, რომელიც 14-18 ივნისის ჩათვლით გაიმართა, საგანგებო მიღებებით სრულდებოდა. აიგრე სახალისო სრულდება გამოფენის ყოველი დღე. დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში Wine Expo-ს 50,000 სტუმარი ესტუმრა. 2000 კომპანიამ წარადგინა თავისი ნაწარმი და ამბობენ, რომ შედეგად 160 მილიონი ევროს ხელშეკრულებები დაიდება. ბორდო Wine Expo-ს 2 წლით ემშვიდობება.